მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ბიზნესმენი და ინტელექტუალი ბატონი ლევან ფრუიძე. მოგესალმებით ბატონო ლევან, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. თქვენი მრავალი რეგალიიდან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ ბიზნესმენი, ხართ ინტელექტუალი, ხართ მოაზროვნე ადამიანი. კიდევ ვინ არის ლევან ფრუიძე, რო გითხრათ, სანამ გადავიდოდეთ უშუალოდ თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში მივესალმებით თქვენს ძვირფას ტელემაყურებელს და მადლობა რომ ამ თემით დაინტერესდით და ჩემი მოწვევა განიზრახეთ. კიდევ ვინ ვარ ასე კონკრეტულად თქმა ალბათ გამიჭირდება, რადგან ცოტა ისეთ ჩემ თავს ხომ ადამიანად ვთვლი, ალბათ ინტელექტუალი რამდენად ვარ, ამიტომზე ეგ ცოტა საკითხავი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ბევრი გამოწვევა მაქვს წინ და ბევრ გამოწვევაზე ვმუშაობ ასე ვთქვათ და ჩემი ვინ ვარ ანუ ასე ვთქვათ, ვარ განვითარების და შემეცნების მოყვარული პირველ რიგში. ვცდილობ რომ ძალიან განვითარდე, თანამედროვე გამოწვევებს გავუმკლავდე და ფეხი ავუწყო ასე ვთქვათ. ძალიან მიყვარს პოდკასტების საინტერესო ინფორმაციების მოსმენა შემეცნების კუთხით და კითხვაც ასევე რა. თქვენ ცხოვრობდით ისრაელში, რამდენადაც მე ვიცი, ასევე ცხოვრობდით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. საინტერესოა ის დისონანსი, რაც საქართველოში დაბრუნებისას დაგხვდათ, ადგილობრივი სიტუაციები, სოციალური გარემო და თქვენი შეფასება არის საინტერესო, როგორც მოაზროვნე ადამიანის და თქვენი დასკვნებიც ასევე. კი, ნამდვილად საკმაოდ პატარა ასაკში ისრაელში წავედი საცხოვრებლად, იქ 7 წელი ვიცხოვრე, საკმაოდ დიდი დრო და ისეთი შუა ასაკი, რომელიც ოქროს წლებს ეძახიან დაახლოებით 22-დან 29 წლამდე და ხო, ნამდვილად ევროპის ქვეყანაშიც ბევრი განანაყოფი, თუმცა ესე სტაბილურად და დიდი ხნით არსად არ მიცხოვრია. სამწუხაროდ უსაბედნიეროდ ჩვენ ქართველები და ჩვენი რეალობა ევროპის ქვეყნებისგან ძალიან განსხვავდება, ჩვენი მენტალიტეტი, ცხოვრების ტონით ასე შემდეგ, ასევე ისრაელისგან იმათ კიდე ცალკე თავისებურებები აქვთ, ძალიან ბევრი დადებითიც და ასე ვთქვათ, უარყოფითი მხარეებიც და ხო, ანუ საქართველოში დავბრუნდი დაახლოებით თითქმის 3 წელია და აქ ყოველდღიურობაში ყველამ ვიცით, რომ ვაწყდებით უამრავ ისეთ პრობლემას, რომლებიც ჯერ ყველას გვიშლის ხელს თუნდაც ნულიდან რაიმე საქმის დაწყებაში და რთულია მოკლედ აქ რაღაცის დაწყება რა, აქ ცნობიერების სხვადასხვა დონე, ხალხში არ არის ეს თვითგანვითარების ინტერესი ასე ვთქვათ და კიდევ მრავალი სხვადასხვა. ნამდვილად გეთანხმებით, მაგ საკითხებს ცოტა მოგვიანებით მივბრუნდებით. თქვენი აზრი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. მე ხა მაინტერესებს თქვენი შეფასება სოციალური ფსიქოლოგიის კუთხით. თქვენ ახსენეთ ჩვენი მენტალიტეტი, ახსენეთ ჩვენი განვითარების დონე და ასე შემდეგ, რომელიც ნამდვილად დისონანსშია სხვა განვითარებული ქვეყნების დონესთან. რა იყო ის პირველი შტრიხები, რაც თვალში მოხვდათ სოციალური ფსიქოლოგიიდან, ჩვენი სოციალური ცხოვრებიდან, როცა დაბრუნდით საქართველოში და რაც აღმოჩნდა თქვენთვის ერთი შეხედვით, თქვა რთული, ან რაღაცა დიდი გამოწვევით სავსე. კი, ნამდვილად, ხო, პრინციპში ეს ყველაფერი ქართული რეალობა და ცნობიერება ხალხში როგორი ცხოვრების სტილია, ყოველდღიურობა ასე შემდეგ, ჩემთვის უცხო არ ყოფილა, თუმცა მე ამ 7 წლის განმავლობაში ბევრად უფრო მეტ რაღაცას ველოდით ცვლილებებს, რომ რაღაცები შეიცვლებოდა აქ და წინ იქნებოდა ასე ვთქვათ წასული, თუმცა რომ დავბრუნდი, ბევრი რაღაც ასე ვთქვათ, ბევრი რაღაცაში იმედგაცრუება განვიცადე რა. ანუ საქართველოში ხალხის ეს დამოკიდებულება ყოველდღიურობის მიმართ, ურთიერთობის მიმართ, პირადი განვითარების მიმართ, აზროვნების მიმართ, შემეცნების მიმართ სამწუხაროდ უმეტესობაში ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე არის ძალიან განვითარების მოყვარული ხალხიც და უკვე საკმაოდ კარგ ეტაპზე მყოფი, ასე ვთქვათ, მაღალ ეტაპზე განვითარების მყოფი ხალხიც და მაგრამ ძირითადი მასა მაინც რაღაც ისე ინერციას მიყოლილია და მოკლედ დინებას მისდევს, ასე ვთქვათ, რაც ძალიან ცუდია ყოველდღიურობაში ეს იგრძნობა ქუჩებში, მაღაზიებში თუ სადაც არ უნდა გვიწევდეს ყოფნა, ხალხი ამის გამო არის დასტრესილი, აგრესია იგრძნობა ერთმანეთში და ეს ყველაფერი ხელს უშლის ადამიანს, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი და წარმატებულად იგრძნოს თავს. უფრო დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ? ანუ კონკრეტიკა საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება, როგორც ვთქვათ, ანალიტიკური შეფასება ერთი სიტყვით რომ გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან სოლიდურ თემებს ვეხებით ჩვენ და ეს თემები, ზუსტად ის თემებია, რა შეიძლება
ინტელექტუალ ადამიანს ტყიოდეს და უნდოდეს გარკვეული ცვლილებები ამ მიმართულებით. თუმცა ცვლილებები ზოგადად საზოგადოებაში ძალიან რთულად არის განსახორციელებელი, მით უმეტეს ამ რეალობაში, როცა ინტერნეტის სამყარო ყველანაირად ცდილობს, რომ ადამიანები ჩაითრიოს, რაღაცა წამიერი სიამოვნება და ასე შემდეგ და გრძელვადი ამ პერსპექტივაში ძირითადი საკითხები გრჩება განზე. თქვენი შეფასება და თქვენი რეკომენდაციები იქნებოდა ძალიან საინტერესო, რა თქმა უნდა, თუ კონკრეტიკასაც დავურთავთ, აი ზუსტად რას გულისხმობდით, რომელ სფეროს? კი, მე გულისხმობ, ძირითად ქართულ ცნობიერებას, ყოველდღიურობას, როგორ ცხოვრობთ ჩვენი ცხოვრების სტილი, ჩვენ მაინც კავკასიური ხალხი ვართ და კავკასიური მენტალიტეტი ჩვენში ჭარბობს. კი, გვინდა დავიძახით, რომ ჩვენ ევროპელები ვართ რაღაც, მაგრამ რომ დაუკვირდები ჩვენს ცხოვრებას, აზროვნებას და თუნდაც ევროპის სხვა ქვეყნებში მოგზაურობა ან თუ იქ ცხოვრობ, უფრო თვალში საცემი ხდება, ასე ვთქვათ. ჩვენი მენტალიტეტი მაინც არის უფრო ესეთი, ერთმანეთის დასანახად უამრავ რაღაცას ვაკეთებთ, ჩვენი პირადი აზროვნება, ღრმა ფიქრები, мотиваციები ნაკლებად გვაინტერესებს და უფრო გარეგანი და ზედაპირულია, ასე ვთქვათ რა. კავკასიური მენტალიტეტის ხალხი ვართ და ყველაფერი ძალიან ბევრი რაღაც ზედაპირული გვაქვს, ურთიერთობები, შემეცნება, ასე შემდეგ ჩვენთვის ჯერჯერობით საწყისი ეტაპია. შენ რაც ახსენე, კარგად ინტერნეტის სამყაროში გადავარდით ერთი უცებ, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ეს უამრავი ინფორმაცია, რაც სამყაროში ხდება და ხალხის ცხოვრება, ასე ვთქვათ, უცბად შემოეჭრა ჩვენ სამყაროში და ამის დაბალანსება ძალიან გვიჭირს, ხო, არა მხოლოდ ჩვენ ეს საკითხი და პრობლემა მთელ მსოფლიოში და ხალხი ნელ-ნელა ალბათ მიხვდება ამისგან თავდაცვას, როგორ უნდა გაფილტრონ ინფორმაცია, რა არის მათთვის სასარგებლო, რა უსარგებლო და უფრო მეტად კონტროლირებადი და დისციპლინირებადი გახდებიან ამ კუთხით. მე ჩემი შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში ჩვენ ვეხებით ყველა ასაკის ადამიანს და რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მით უფრო რთულია თვითგანვითარება, ხო? იმიტომ რომ ეს გარკვეულ პროცესებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რას ეტყოდით ახალ თაობას? ანუ ახალი თაობა ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში იკვეთება ის ტენდენციები, რომ ახალ თაობას ნაკლებად უნდა ვთქვათ განათლება, წიგნიერი განათლება, მათ უფრო ინტერნეტი ურჩევნიათ, ეს ყოველდღიური რაღაცეები, რაც უფრო მარტივია და რაც უფრო სტრესულია. კვლევა წავიკითხე ამას წინათ. ახალ თაობაში ძალიან დიდია ანტიდეპრესანტების მოხმარება 25 წლის ქვევით ახალგაზრდებში, ძირითადად მაინც გოგოებში ბიჭები სხვა მიმართულებით არიან და ეს კიდე ცალკე პრობლემაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი ჩვენი მხრიდან, როგორც კონკრეტული პიროვნებების მხრიდან და თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან ან კონკრეტული სოციალური ჯგუფების მხრიდან? საქართველოს რეალობას გულისხმობ, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებში ეს საკითხები მაინც მეტნაკლებად რეგულირდება, არსებობს, თქვათ, ბრიტანეთში არსებობს ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფები, რომელსაც Kate Middleton აფინანსებს და ასე შემდეგ. საქართველოში ეს ადამიანები და ყველა თაობა, მაგრამ განსაკუთრებით ახალი თაობა, რომელსაც ეყრდნობა, თქვათ, ჩვენი მომავალი, არის თითქოს მოწყვლადი, ეს გახდა მოწყვლადი ჯგუფი, რომელზეც თითქმის არავინ არ საუბრობს. კი. ახალი თაობა დღესდღეობით, როგორც უკვე აღნიშნა, ინტერნეტის სულ სხვა სიტუაციაში, სულ სხვა რეალობაში იზრდება და ძალიან ბევრი გაიზარდა და ამ მხრივ მეტნაკლებად ბევრი ვინც ამ კუთხით მუშაობს და რაღაც ძალიან განათლებულიც და წარმატებულიც არის. თუმცა, ქართული რეალობა ხო 90-იანი წლებიდან ჩვენ ძალიან რთული და ესეთი საშინელი დრო გამოვლილი, ასე ვთქვათ და იმ ინერციით მოვდივართ. უამრავი ოჯახებია და დანგრეული, ზოგი ნებით, ზოგი ძალით. დედები, მამები საზღვარგარეთ არიან წასულები, უამრავი ბავშვი იზრდება არაჯანსაღ გარემოში, მშობლების არყოფნის გამო და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოქმედებს. პლუს თბილისის და ქართული რეალობა, არა მხოლოდ თბილისის დიდ ქალაქებს რაც ეხება, უამრავი ძალიან ცუდი რაღაც არის, რაზეც დამოკიდებულება და ასე ვთქვათ, ცუდია რა. ესენია კაზინოები, ღამის კლუბები, ზედმეტად ხშირი რესტორნები, ასე ვთქვათ, ეგეც რა თქმა უნდა დამაზიანებელია ფსიქიკისთვის, ალკოჰოლზე, ასე ვთქვათ, დრაგებზე და რაღაც ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულება და ამ ყველაფერში მართლაც ძალიან არის გადავარდნილი ჩვენი ახალგაზრდობა რა. ვურჩევდი რომ მეტად დაინტერესდნენ თვითშემეცნებით, დამოუკიდებელი ცხოვრებით, თანამედროვე პრობლემებთან გამკლავების გზებით, დღეს ზღვა მასალაა ინტერნეტში თუ სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან არის, მთავარია მოისურვო, ეს ხო მთავარი ჩვენი სურვილია თუ განათლება და განვითარება გინდა აუცილებლად იზავ ამას დღეს ამ ყველაფერში ყველაფერი ხელს გვიწყობს, ასე ვთქვათ. ნამდვილად, ჩემი აზრით ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ თავისუფლება თავის მხრივ მოიცავს ყოველთვის თვითდისციპლინას და რაღაც დიდნების ყოფა, სიტუაციების გაძლებას, ხო?
ადამიანებს თავისუფლება ძირითადად გვესმის უკუღმა სხვანაირად ხომ? თავისუფლება არის ბევრი ადამიანის აზრით ის, რაც შეგიძლია და გინდა აკეთო, თუმცა თავისუფლება პირველ რიგში არის უდიდესი ტვირთი. მეორე ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. თავისუფლების გააზრებაც არასწორი გვაქვს ჩვენ საზოგადოებაში. იმიტომ რომ ალბათ ადამიანმა თვითონ უნდა გაიაროს შემეცნების ეს გზა და თავისით მიიღოს კონკრეტული პასუხები ცხოვრებისგან. თუმცა ეს პრობლემად იკვეთება და რაც უფრო მივდივართ წინ ხო თანამედროვე რეალობაში, მით უფრო დიდი პრობლემა ხდება, იმიტომ რომ ისევ და ისევ ახალი თაობის მაგალითზე, თუმცა ჩვენი თაობაც რა თქმა უნდა რომ თავისუფლების არასწორად გაგებული პრინციპებიდან გამომდინარე ცხოვრობთ. თქვენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ბატონო ლევან. როგორ შეიძლება, პოდკასტებს უსმენთ, თვითგანვითარება ყოველნაბიჯზე არის ინტერნეტში, ნებისმიერ სიტუაციაში თქვენ აღნიშნეთ, რომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი საუბრობს ამაზე, მაგრამ პრობლემად რჩება კვლავ. რაში შეიძლება იყოს გამოსავალი? კი, ნამდვილად თავისუფლება ძალიან არასწორად არის გაგებული საქართველოში. თელესოფლიოში უამრავ ხალხს აქვს ასეთი პრობლემები და რაღაც მაგრამ საქართველოში რადგან ჩვენ ისე და ისე ძალიან პატარა ერი ვართ და ძალიან ცუდი ტენდენციები გვაქვს, შობადობა მოიკლო, სიკვდილიანობა მეტია, ხალხი წასვლაზე ფიქრობს, უამრავი წასულია რაღაც და ეს ყველაფერი მეორად რომ ძაფრია, ასე ვთქვათ. თავისუფლება ჩემი გაგებით პირველ რიგში ნიშნავს თავისუფალი რაღაც ისე რომ ვთქვათ, შენ თავისუფალი და პატრონი შენ ხარ, და შენს საქმიანობას იქნება, აზროვნებას ქმედებებს ყველაფერს შენი თავისთვის და ქვეყნისთვის იქნება ეს თუ სახელმწიფოსთვის, მოკლედ დადებითად და სასარგებლოდ იყენებ, გააზრებულად, გაცნობიერებულად და ან ცდილობ რომ მეტად სასარგებლო იყო პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და მეორე უკვე გარშემო მყოფთათვის იქნება თუ უკვე პლანეტისთვის ასე ვთქვათ და ამ ყველაფერში ეს გაუაზრებლობა და ზედაპირულობა ხელს უშლის. ეს ინტერნეტი უკვე ძალიან ზედაპირულ პატარ-პატარა სიამოვნებებს გთავაზობს და უამრავი გარშემო ისეთი რაღაც არის, რაც ცდუნებისგან გვიბიძგებს ასე ვთქვათ და ძალიან რთული ხდება მართლაც რეალური და ჯანსაღი თავისუფლების მოპოვება, ხო? ხალხს გონია რომ რაც თავის ფიზიკურ ნებებს მიყვება და ან იმას იტყვის, რაც უნდა უცბად ემოციურ ფონზე და რაღაც ეს თავისუფლება ნამდვილად არ არის, ეს ისევ და ისევ ჩვენ გვაზიანებს, სახელმწიფოს და ეს ერთის მხრივ აუცილებლად ძალიან ცუდია და ხალხი უფრო მეტად უნდა დაინტერესდეს, უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდეს თავის თავს და რეალურად გააცნობიეროს ჯანსაღი და ნამდვილი თავისუფლება რა არის. ჩვენ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ბატონო ლევან, მე კი მაინტერესებს თქვენს ბიზნესზე, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და ცოტა მე რეკადა. ღირებულებებზე ვსაუბრობთ, თვითგანვითარებაზე ვსაუბრობთ. ბარემ აქვე ჩემი შეკითხვა იქნებოდა ასეთი, რომ თვითგანვითარება ყოველთვის არის გზა, რომელიც მოითხოვს რაღაცის დათმობას, რაღაცის სანაცვლოდ. ხო, და ყოველთვის ეს თვითგანვითარება არის მარტო სავალი გზა, რაც უფრო მაღლა ადიხარ სულიერ საფეხურზე, მით უფრო მარტო რჩები. მით უფრო ვიწროა შენი წრე, მით უფრო ცოტა ადამიანს ესმის შენი და ერთი შეხედვით თითქოს ხარ მარტოობისთვის განწირული. თუმცა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ღირებული ეტაპი ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ სხვანაირად რეალური გაცნობიერებები არ მოდის. ბოლო წერტილში უნდა მიხვდე, რომ შენ რჩები საკუთარ თავთან მარტო. რაც უფრო ადრე მიხვდები ამას ადამიანი, მით უკეთესია, იმიტომ რომ როცა მარტოობას სწავლობ და მარტოობაში შეგიძლია გაძლება, ასე ვთქვათ, ხო, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, გარეგანი ხმაურების გარეშე, ერთი შეხედვით, რომ ვთქვათ, განდეგილის პოზიცია, მით უფრო ღირებულია შენი ურთიერთობები ადამიანებთან, პირველ რიგში საკუთარ თავთან. თუმცა, ბევრ ადამიანს ეს არ უნდა. რეალურად ადამიანები გაურბიან თვითგანვითარებას. ვიტყვი ამას პირდაპირ ჩემი ხედვით და ჩემი გამოცდილებით, 2-3 წლიანი გამოცდილება მაძლევს ამის საშუალებას, რომ ეს ვთქვა. ადამიანებს ურჩევნიათ ამ ხმაურში ყოფნა, ამ რაღაცა გასართობ საშუალებებში ყოფნა, მაგრამ არა საკუთარ თავამდე მისვლა. ცხოვრებაში კი ყველაზე მთავარია გულწრფელობა საკუთარ თავთან. იმიტომ რომ სხვანაირად ყოველთვის გადაწყვეტილებებს ღებულობენ ადამიანები. თვითგანვითარების გზა, თქვენი გზა მაინტერესებს და თქვენი რჩევები იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ამ გზას გადიან და ეს არის საკმაოდ მტკივნეული პროცესი, ეს არ არის მარტივი პროცესი, ეს არის ძალიან რთული პროცესი, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, ყველაზე ღირებული პროცესი.
პროცესი და ყველაზე დასაფასებელი პროცესი პიროვნების ცხოვრებაში, იმიტომ რომ რეალურად აქედან იწყება პიროვნების ცხოვრება, სადაც ის ხვდება, ვინ არის სინამდვილეში და რა უნდა ამ სამყაროში. კი ბატონო, კი. Ну, რადგანაც ჩვენ ადამიანები მაინც ასე ვთქვათ, სოციალური არსებები ვართ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მყარი და ჯანსაღი ურთიერთობები ჩვენს გარშემო. თუმცა ხო, ეს ურთიერთობები რამდენად მყარი და ჯანსაღი და ისეთი კარგი იქნება, ასე ვთქვათ, ისევ და ისევ ჩვენი ცნობიერებიდან გამომდინარეა. ასევე ცნობიერებიდან გამომდინარეა იმ ხალხის, ვინც ჩვენს გარშემო და ვისთანაც ურთიერთობთ. Ну, საქართველოს რეალობაში ხალხი მაინც მიყოლია ისე და ისე ინერციას, ანუ ეს ნათესავები, მეგობრები, ზედმეტი ქაოსური ურთიერთობები, მისვლა-მოსვლა, ანუ ძალიან ხელს უშლის ადამიანს პირად განვითარებაში. Ну, მე მაგალითად ძალიან დიდი ხანია უკვე მარტო ცხოვრობდი საზღვარგარეთაც, დიდი ნაწილი და საქართველოს დაბრუნებისას მარტო ცხოვრობ და ჩემ თავთანაც ძალიან უკვე კომფორტულად გრძნობ თავს. იქიდან გამომდინარე, რომ დავინტერესდი ამ პრობლემებით, ასე ვთქვათ, როგორ ვიყო მარტო კომფორტულად ან იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან ყავს გაფილტრული გარშემო სასარგებლო ურთიერთობებში, ასე ვთქვათ და იმ წლებიდან, რაც სტუდენტობას მოურჩა, ასე ვთქვათ, წავედი რაღაც და უამრავი მეგობარი გვაკლდება, ან ჩვენ თვითონ ვუშვებთ, ან ისინი გვიშვებენ რაღაც გაურკვევლობების გამო და ადამიანს აუცილებლად უნდა შეეძლოს მარტო ყოფნა და იყოს მარტოც კომფორტულად, ასე ვთქვათ. ამ ყველაფერში კი ისევ და ისევ ხო, ანუ არის უამრავი საშუალება, რომ შეიცნო შენი თავი, ხო, ჩაუღრმავდე რეალურად რა ფასეულობები გაქვს, რა გაინტერესებს და ეს ადამიანები შენს გარშემო ყოფების მეგობრები იქნება, ოჯახის წევრები, ახლობლები თუ ვინც არ უნდა იყოს, ამ ყველაფერში გიწყობენ თუ არა ხელს და მოყვებიან თუ არა ამ ყველაფერში. ასევე ბუნებრივია ისინიც უნდა იყვნენ, ხო, ამ თემებით დაინტერესებული, თუ უნდათ რომ ჯანსაღ ურთიერთობებში იყოს. ანუ თუმცა საქართველოში სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ არის, ყველაფერი ძალიან არაჯანსაღი და ისეთი ხდება რა ხშირ შემთხვევებში, რაც ყოველდღიურობაში ხდება, არის უამრავი კონფლიქტები, იმედგაცრუებები, კრიმინალიც კი ზოგ შემთხვევაში რაღაც ხინის სუფრებზე და რესტორნებში ასე შემდეგ ხალხი ერთმანეთს სიყვარულს ეფიცება და მე ხდება უამრავი ცუდი რაღაც და ეს ყველაფერი გაუაზრებლად ხდება რა და ამას არ მიესალმები უფრო გააზრებულ რეალურ ჯანსაღ დამოკიდებულებებს ურთიერთმიმართ და ну, მოკლედ ხო, ანუ ჯობია კარგად გავიაზროთ და ცოტა ადამიანი იყოს ჩვენ გარშემო და იყოს ეს ყველაფერი ხარისხიანი და ჯანსაღი, ვიდრე რაღაც რო იტყვიან ხოლმე რომ თუ ბევრი მეგობარი ყავს, მე რეალურად დღეს უკვე ალბათ აღარ ფიქრობენ ესე ბევრი მეგობრის ყოლა, ანუ კარგს და კარგ ადამიანობას ნამდვილად არ ნიშნავს პირიქით ჯობს ყავდეს ცოტა მეგობარი, ნამდვილი ვინც შენი გულისთვის უფრო მეტი რაღაცის გამკეთებელია, ასე ვთქვათ, ანუ შენს გვერდში გიდგას თავის თავსაც და ეს ყველაფერი უფრო ბევრად ჯანსაღ და კარგ ურთიერთობებს ქმნის, ასე ვთქვათ და სოციუმის და სახელმწიფოს და ესეც უფრო ძლიერი და ჩამოყალიბებული ხდება. ნამდვილად. გადავიდეთ თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე, ბატონო ლევან, რომელიც არის ჩემთვის ძალიან საინტერესო. თქვენ ხართ ოქროს ბიზნესში, დაინტერესდით ამ ინდუსტრიით. რატომ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესში ყოფნა და რატომ გახდა ეს სფერო თქვენთვის მიმზიდველი? კი, ოქროს ბიზნესი ცოტა ხნის წინ დავიწყე დაახლოებით, ну, 1 წელი იქნება დაახლოებით. მე რო საზღვარგარეთ ცხოვრობდი, იქ ხედავდი ხოლმე ამ ყოველდღიურობაში ოქროს მოხმარებას ხალხში ერთმანეთის მიმართ, როგორ უდგებიან, რამდენად აფასებენ ერთმანეთს. ცდილობენ ისეთი საჩუქრები აჩუქონ ერთმანეთს, რაც მათაც გამოადგებათ ფასეული როგორც ფინანსურად, ასევე მოგონებების მხრივ რა. და ეს ხალხი ძალიან ბევრჯერ წავაწყდა, რომ ერთმანეთს უქნიდა ოქროსზე წარწერებით, ლამაზი რაღაც გრავირების სხვადასხვა საშუალებებით და ეს იყო ანუ აპრობირებული მეთოდი და საქართველოს დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ ასეთ რაღაც არ არსებობს. მე თვითონაც სადმე წასვლის წინ თუნდაც დაბადების დღე იქნება ქორწილი თუ ასე შემდეგ რაღაც დღესასწაული ყოველთვის მიჭირდა ხოლმე რაღაც საჩუქრის შერჩევა და აქედან გამომდინარე რომ ხედავდი რომ ეს პრობლემა არის, ვთქვი რომ ეს შევთავაზო ხალხს და გავაცნო ოქროს ჩუქება, თუნდაც საკუთარი თავისთვის ყიდვა და ამ ხრივ ინვესტირება რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. თან იმ ყველაფრის ფონზე რომ ოქრო ყველაზე სტაბილური ვალუტაა, ასე ვთქვათ, ну, ბოლო 10,000 წელი დაახლოებით. და თანამედროვე ტენდენციებიც, გეოპოლიტიკური ვითარება, დაძაბულობები, ომები უფრო და უფრო ამყარებს ოქროს ფასს, უფრო და უფრო მნიშვნელოვანს ხდის ეს ძალიან დიდი კორპორაციები, ფინანსური ჯგუფები, ქვეყნები, ხალხი ასეთ შემთხვევებში კრიზისის დროს პირდაპირ ოქროში ახდენენ ინვესტირებას და ოქროთი აძლიერებენ, ასე ვთქვათ, თავის ბიუჯეტს და რისკების აცილებას ასე ახდენენ
თავისთვის და ქვეყნისთვისაც ასე ვთქვათ. უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, ანუ რას თავაზობთ მომხმარებლებს, კონკრეტულად რა პროდუქციას თავაზობთ და თქვენი გაყიდვების არხები, ანუ ინტერნეტ გაყიდვები გექნებათ, გააქვთ თუ ანუ როგორ არის ეს სფერო დალაგებული თქვენს ბიზნესში? კი, ხო, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ყველაზე აქტუალური და ყველა ადამიანს ასე ვთქვათ, ჯიბეში გვიდევს ტელეფონი და ყოველდღიურად ინტერნეტში ვართ. ინტერნეტით ხდება ხო დღეს მარკეტინგის ძირითადი ბაზა, ასე ვთქვათ, მაინც ინტერნეტია. ჩვენი ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე ოქროს ფირფიტები და მონეტებია, რომელზეც ხალხის და მომხმარებლის ინტერესთან გამომდინარე ვაწერთ სხვადასხვა სახელებს, მიძღვნას, ხატების დახატება შეიძლება ჯვრის ან რაიმე სხვა ნახატის ნებისმიერის შეუზღუდავად და ეს არის ჩვენი მიმართულება, რომ ჩვენ შევთავაზოთ ხალხს მინიმალური, ანუ ხელოსნის და ოქრომჭედლის მინიმალური ჩარევით ასეთი რაღაც ფასეული, რასაც როგორც სამკაულს ჩამოიკიდებს, ან თუნდაც შეინახავს სახში და ეს ექნება ფასეული დროის და წლების გასვლასთან ერთად მისი ფასი მოიმატებს და ეს ერთი მხრივ ძალიან სერიოზული და კარგი ინვესტირებაა და როგორც სასაჩუქრად, ასევე ძალიან ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს და უფრო და უფრო დასამახსოვრებელი იქნება მათი ნაჩუქარი საჩუქრები. გასაგებია, ისე თქვენი ბიზნესის ირგვლივ მექნება შეკითხვა ბატონო ლევან. ჩვენ ვიცით, რომ სოფლიოში მიმდინარე პროცესები პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ ბიზნესზე და განსაკუთრებით ისეთ ბიზნესზე, როგორიც არის ოქრო, ხო? ოქრო ყველაზე ლიკვიდური, ყველაზე იღებებული აქტივია და ასე იყო ყოველთვის. ფულის ფინანსური მარაგიც ოქროთი არის გამყარებული თქვენ შემთხვევაში, თქვენი ბიზნესის შემთხვევაში, რომელიც ყოველთვის საფრთხის ქვეშ არის, რომ იყოს турბულენტურ რეალობაში. თქვენი ბიზნეს გადაწყვეტილებები, მენეჯერული გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში როგორია? თუნდაც ჩვენ ვიცით, რომ ბაზარზე ყოველთვის არის რყევები, ანუ ომებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სიტუაციებიდან გამომდინარე, რაც კომპანიის დანახარჯს თავისებურად ზრდის, ხო, და ოქროს ფასი შეიძლება ახლა იყოს შემცირებული, მაგრამ დროის კონკრეტულ მონაკვეთში ყოველთვის არის მზარდი. თქვენ რა გამოწვევების წინაშე გახართ და როგორია თქვენი მენეჯერული გადაწყვეტილებები ასეთ დროს? კი, ხო, თუმცა რაღაცებში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ турბულენტობა და რაღაც არასტაბილური ფასი და რყევები ყველაზე ნაკლებად ეხება მაინც ოქროს, ხო, ეს ყველაფერი უფრო მეტად ეხება ხოლმე უძრავ ქონებას, გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე უძრავის ქონების ფასები ძალიან მერყეობს, ზოგჯერ იზრდება, ზოგჯერ იკლებს და თანამედროვე სიტუაციებმაც ხო ამ ამერიკა, ირანის მოქმედებებმა, ასე ვთქვათ, ომებმა გვასწავლა, რომ ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს, თუნდაც ძალიან განვითარებულ არაბულ ქვეყნებზე, ასე ვთქვათ, იქნება ეს დუბაი, საუდის არაბეთი და ასე შემდეგ ჩამოთვლას არ მოყვები. თვითონ ამერიკაშიც კი გაინცადა რაღაც ისეთი სერიოზული ცვლილებები ფასებმა უძრავი ქონების და ყველა ამ სიტუაციაში ყველა მარჩია ძალიან დიდმა სახელმწიფოებმაც ისევ და ისევ ბიზნესმენებმა, რომ უფრო და უფრო შეეძინათ და ამით გაემყარებინათ და აეცილებინათ ეს რისკები თავიდან და სწორედ ამისკენ მოვუწოდებ მეც ხალხს, რომ ყველაზე ისეთი უპრობლემო, ასე ვთქვათ, და ნაკლები რისკის შემცველი ზუსტად ოქროს შეძენაა და ოქროს შეძენა დღეს, მით უმეტეს ოდნავ ფასი დაწეულია, დღეს ყველაზე სასარგებლო და ესეთი საინტერესო შენაძენი იქნება, იმიტომ რომ თუნდაც რამდენიმე თვის და წლების გასვლის შემდეგ ისინი მიხვდებიან, რა კარგი ინვესტირება გააკეთეს და როგორც სწორად მოიქცნენ, ასე ვთქვათ, თავის ჯიბეზე იგრძნობენ ამას. დიდი მადლობა ამ უმწურავი პასუხისთვის. თქვენ ცხოვრობდით ემიგრაციაში არც თუ ისე ცოტა ხანი, საკმაოდ დიდი ხანი, 7 წელი. დაბრუნდით საქართველოში და თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ საქართველოში გინდათ რაღაცა, ღირებული გააკეთოთ ქართველი ხალხისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. მეორე მხრივ თქვენ ხართ იმედი, мотиваცია ემიგრანტებისთვის, რომელთაც სურთ და იდეაში აქვთ დაბრუნება და საქართველოში, თქვათ, დამკვიდრება ან ბიზნესის დაწყება და ასე შემდეგ. ყველა ემიგრანტის ოცნება არის ეს. რას ეტყოდით თქვენ? რამდენად რთულია საქართველოში დაბრუნება, საქართველოში ბიზნესის დაწყება, თუნდაც აქ ცხოვრება და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება იდგნენ ეს ადამიანები? კი, ნამდვილად საქართველოში დაბრუნება უამრავი ემიგრანტის როგორც ოცნება და სურვილი, ჩემიც ასევე იყო და აქ დაბრუნებისას ყველაზე დიდი ცდუნება და საშიშროება რაც არის, რომ ისე იმ ქაოსს არ დაუბრუნდე რა ეს, უკონტროლო ეს ურთიერთობები, რაღაც
ელემენტარულ გართობებზე, სიარული, რესტორნები, კლუბები, კაზინოები, თუნდაც ზედმეტად ასე ვთქვათ, მეგობრების ეს ქაოსური ურთიერთობები და რაღაც საახლობლოსთან და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დიდ პრობლემებს აჩენს, რა დიდ სურათს რო ფართოდ რო შევხედოთ ამ სურათს. ყველას მოუწოდებდი, რომ საქართველოში დაბრუნებისას და არა მხოლოდ უკვე სადაც არ უნდა იყო ადამიანი, პირველ რიგში დაინტერესდეს საკუთარი თავით, რამდენად კომფორტულად ხარ შენ თავთან, რეალურად რა ფასეულობები გაქვს, რა სურვილები გაქვს, რა გინდა რომ მომავალში იყო, როგორ ხედავ შენ თავს და უკვე გააზრებულად და ესე კონკრეტულად დაბრუნდე და აქ უკვე როცა აქაურ რეალობას და რაღაც დაინახავ შენი თვალით უკვე ეცადო ამ რეალობიდან გამომდინარე შენი ადგილი იპოვა ასე ვთქვათ რა. ნუ მეც ასე ვთქვათ ძალიან გამიჭირდა უამრავი გეგმა და რაღაც ქონდა, მაგრამ ნუ რაღაცეები გამოდის, რაღაცეები შეიძლება ეს იმ დროს ფიქრობთ რომ რაღაც ცუდად მიდის საქმე, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ ჩვენ თუ ფარხმას არ დავყრით და მაინც მივყვებით, ყოველთვის მაინც განვითარებაზე, რაღაცას მაინც პოზიტიური, ყველაფერს აქვს პოზიტიური და უარყოფითი მხარეები და მაინც პოზიტიურად უნდა შევხედოთ ყველაფერს და დროის გასვლის და წლების გასვლის მერე აუცილებლად ვიპოვით ჩვენ თავს, რა უნდა სცადო ადამიანმა აუცილებლად, რაც არ უნდა რთული იყოს, თუნდაც ფინანსურად, სოციუმი ამას გვაძლევს, საშუალებას არ გვაძლევს, რამდენად გვაძლევენ ჩვენი ასევე ახლობელი ადამიანების мотиваციას, ანუ ამ ყველაფერს უნდა ვეცადოთ, რომ მინიმალური გავლენა ჰქონდეს ჩვენზე და ვიყოთ მაქსიმალურად ჩვენ თავზე დამოკიდებულები ჩვენი განათლების, აზროვნების და მაქსიმალურად ვენდოთ საკუთარ თავებს. დიდი მადლობა. შენი გარემო არასოდეს არ არის ნეიტრალური. ანუ ადამიანი არის იმ ხუთი ადამიანის საშუალო სტატისტიკური შედეგი, ვისთან ერთადაც დიდ დროს ატარებს. ჩვენ ვარ საკმაოდ ხათრიანი ხალხი ქართველები, ხო? ნუ რაღაც ერთმანეთის მიმბაძველობა, რაც თქვენ ახსენეთ, ასევე ხასიათის სიმტკიცე, ცნების ყოფაშიც გვაქვს პრობლემები. ამიტომ ბევრი ადამიანი დგება ჩიხის წინაშე ამ მიმბაძველობით, ამ რაღაცა ერთმანეთის ყურებით. და ძირითად შემთხვევაში ახლა ჩემი ფსიქოლოგიური გამოცდილებით ეს ტენდენცია იკვეთება უფრო მამაკაცებში ვიდრე ქალებში და რასაც ყოველდღიურობაში ჩვენ ხედავთ ქუჩაში თუნდაც. თქვენი რჩევები და რეკომენდაციები რატო ხდება ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენ სოციუმში და მეორე თქვენი რეკომენდაციები რა იქნებოდა ამ მიმართულებით? იმიტომ რომ ეს მარტო შეუმდგარ ადამიანებზე არ არის, ეს არის ისეთ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება საკმაოდ შემდგარებიც იყვნენ და ასე შემდეგ, მაგრამ აქვთ პრობლემა, არ უსმენენ საკუთარ თავს, უსმენენ სხვა ადამიანებს და სხვა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ არიან და მე როგორც ხედავ, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ბევრი ადამიანისთვის ჩემდა გასაკვირად. თქვენი რეკომენდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ინტელექტუალი ადამიანის, რომელსაც უყვარს შემეცნება, უყვარს პოდკასტების ყურება, კითხვა და ასე შემდეგ, როგორი იქნება და ყველაზე მნიშვნელოვანია რჩევები. თქვენი როგორც მამაკაცის რჩევა. კი, ნამდვილად, ხო, ანუ ისევ და ისევ, რაც არ ნებისმიერი პრობლემა მაინც ჩვენს შემეცნებამდე და ჩვენს ცნობიერებამდე დადის, ხო, ანუ რა ყოველდღიური ჩვენი ქმედებებით და იმით გამოიხატება, ხო. იმაში ვერ დაგეთანხმები, რომ ქალები ნაკლებად არიან ამ ყველაფერში, ასე ვთქვათ, შემჩნეულები, იმიტომ რომ ჩვენი ეს მიმბაძველობა, ერთმანეთის დასანახად რაღაცების კეთება, ძვირიანი ნივთების სიყვარული, რომ ასე ვთქვათ, მეზობელმა ნათესავმა თუ მეგობარმა უფრო რაღაც კარგი წარმოდგენა შეიქმნას შენზე, ეს ყველაფერი ძალიან მცდარია და ძალიან უშლის ადამიანს ბედნიერებაში, ხო, ჩვენ ვხედავთ ხალხი რამდენად არის დამოკიდებული რაღაც ამ მცირე ყურადღებებზე, როგორი გამოჩნდება ეს ხვის თვალში და ნუ ეს არაჯანსაღია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ თავს უნდა მოусმინოთ, რა გვინდა ჩვენ და როგორები ვართ და ნუ გარშემო მყოფობებს და ასე ვთქვათ, სოციუმზე ნაკლებად ამ კუთხით ნაკლებად უნდა ვიფიქროთ რა. ბატონო ლევან, თქვენ ხართ წარმატებული ადამიანი, თქვენ ხართ შემდგარი ადამიანი. ჩვენ ვიცით, რომ წარმატებას აქვს ყოველთვის თავისი საფასური. როგორი არის თქვენი წარმატების ფორმულა, თქვენი წარმატების გზა და აქვე მაინტერესებს თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია. ბევრი კითხვა დაგისვით ერთდროულად, მაგრამ თუ რამე გაგახსენებთ. ხო, მადლობა ამ რეგალიების ჩამოთვლისთვის, მაგრამ მე პირადად ჩემ თავს მაინც ცოტა უფრო ისე კრიტიკულად ვაფასებ ხოლმე, ანუ თლაც წარმატებული და შემდგარს ამ ეტაპზე მე ვერ დავარქმევდი ჩემ თავს, იმიტომ რომ მაინც ისეთ ეტაპზე ვარ და იმ ხელა სურვილები და მიზნები მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად მაინც დასაწყისი მგონია და მომავალი გვიჩვენებს, ხო, რა რეალურად რა შეგვიძლია ჩვენ როგორ მოვიქცევით ჩვენს აქციელებზე და აზროვნებაზე დამოკიდებული და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ვიქნები და მაქვს მაგის იმედი და ოცნება, ასე ვთქვათ, რომ ვიყო წარმატებული, შემდგარი და ჩემ თავს თამამად უწოდო ბედნიერი ადამიანი, რომელსაც თავისი ჯანსაღი მიზნები და ასე ვთქვათ, სურვილები ძირითადი მაინც შესრულებული აქვს, ასე ვთქვათ.
თქვენ მოხვედით აქამდე, ამ წერტილამდე, იყავით ემიგრაციაში 7 წელი. პლუს ამას დაიწყეთ ბიზნესი. თავმდაბლობა ძალიან კარგი თვისებაა, თუმცა წარმატებული ადამიანი ნამდვილად ხართ. მოკლედ რო გითხრათ, თქვენი წარმატების ფორმულა, თქვენი დღის წესრიგი როგორია და კონკრეტულად თქვენი მიზნების რამდენი პროცენტი გაქვთ ახლა განხორციელებული და რას განახორციელებდით სამომავლოდ? თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა. წარმატების ფორმულა, რა თქმა უნდა, არის მაინც და მაინც უფრო და უფრო განვითარება, ცნობიერების ამაღლება, სხვადასხვა პროფესიული კუთხით თუ პიროვნული განვითარების კუთხით. დისციპლინა, შრომის სიყვარული იმ საქმეში, რაშიც ხარ და რა საქმესაც ემსახურები, აუცილებლად ყოველდღიური განვითარება, დიდი შრომა აუცილებელია თან ასეთ რთულ პირობებში, როგორც საქართველოშია, ხო? მე ძალიან დისციპლინირებული ადამიანი ვარ პირველ რიგში, რასაც უნდა ვუმადროდი, ასე ვთქვათ და დღეს რაც ვარ და როგორც ვარ, მაგის დამსახურება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ღრმა ბავშვობიდან სპორტით ვიყავი, ძალიან აქტიურად დაკავებული ჯერ ფეხბურთი, მერე ძიუდო, ყოველდღიურობაში იმდენად დისციპლინირებული ვიყავი, რომ ფიქრობდი, რომ რაც მეც ვივარჯიშებდი და რაც მეტ რესურსს და ჯანმრთელობასაც კი ჩავდებდი ამ ყველაფერში, უფრო მეტად წარმატებული ვიქნებოდი, ასე ვთქვათ. თუმცა დღეის შეხედულებით ძალიან ბევრი მცდარი რაღაც მაქვს მაშინ გაკეთებული, იმიტომ რომ მაშინდელი ცნობიერება ამ კუთხით ინფორმაცია რაღაც არის, ხო თუნდაც კვების დაბალანსება იმ დონეზე, რამდენადაც საჭიროა, სწორი ძილი, ვარჯიშის განსაზღვრა რამდენად სასარგებლო და რამდენად არა, მაშინ მეგონა, რამდენად მეცაც ვივარჯიშებდი, მით უკეთეს შედეგს მივიღებდი, თუმცა ეს დღევანდელი ჩემი შეხედულებები და გამოცდილებებით უკვე მცდარია და ამ კუთხითაც ძალიან აწეულია უკვე ცნობიერება, უამრავი კოუჩები თუ სპორტის ოსტატები და სპორტში უკვე განვითარებული და წარმატებული ხალხი უამრავ რჩევებს იძლევა თავის მაგალითზე, არსებობს სამედიცინო უკვე ამ კუთხით ძალიან განვითარებული სამედიცინო სპორტული დანამატები, სპორტული მეცნიერებები და დღეს უფრო მარტივია, რომ ჩვენთვის ჯანსაღი და ისე ჯანსაღად დავაბალანსოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების წესი, თუნდაც სპორტის ხრივ, ასევე საქმეში, როდესაც ჩვენ რაღაც საქმეს ვიწყებთ, იქაც დისციპლინირებულობა ყოველდღიური ჩვენი ქმედებები, პატარ-პატარა ნაბიჯები, ჩვენი აზროვნებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად რაღაცას რო დავისახავთ მიზნად, ნუ მე პირადად ასე ვარ აუცილებლად იმ პატარ-პატარა ნაბიჯებით მაინც ვიწყებ და ასე ვთქვათ ფარხმას არ ყვრია, რაც არ მიცუდად გამოდიოდეს, ვუყურებ ყველა მხრიდან ჩემ თავს, ჩემ სიტუაციას, ვცდილობ ყველანაირად მაინც დადებითი რაღაცეები დავინახო, თუ რაღაც არ გამომდის, ხო აუცილებლად ვსწავლობ და ამას ვიღებ როგორც გაკვეთილს, ასე ვთქვათ და უფრო და უფრო ძლიერდები რა, ანუ წინსვლა ყოველ ნაბიჯზე, ყოველ სიტუაციაში, რაც არ უნდა ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ფინანსურად, ფსიქოლოგიურად თუ ასე შემდეგ, მაინც გავაგრძელოთ წინსვლა და ვეცადოთ, რომ ცხოვრებისგან მეტი ვისწავლოთ და მივიღოთ ეს ყველაფერი როგორც გაკვეთილად და ფსიქოლოგიურ, ასე ვთქვათ, გაძლიერებად რა. ბატონო ლევან, დიდი მადლობა ამ მომწურავი პასუხებისთვის. საინტერესოა ყოველთვის თქვენი მოსმენა. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ ურთიერთობები და საქართველოში თუ რამხელა გამოწვევების წინაშე დგანან ადამიანები ურთიერთობებთან მიმართებაში. რატო ხდება ეს ყველაფერი ჩვენ სოციუმში? რატო ინგრევა ოჯახები ასე ინტენსიურად? ან ადამიანები რატომ ვერ აწყობენ ურთიერთობებს? რა არის ძირითადი პრობლემები თქვენი ხედვით, თქვენი მოსაზრებით და ასევე საინტერესო იქნებოდა თქვენი რჩევები და თქვენი რეკომენდაციები ამ მიმართულებით. რას ურჩევდით ახალ თაობას და ზოგადად იმ ადამიანებს, ვინც ვერ აწყობს ურთიერთობებს? ხო, ანუ ისე და ისე ჩვენ რადგანაც ვართ ცოტა უფრო ძალიან ტრადიციული და ძველიერი, ასე ვთქვათ, კავკასიური მენტალიტეტი ჩვენში ჭარბობს, ასე ვთქვათ. ქალები ოდითგანვე კაცებზე იყვნენ დამოკიდებულები, ჩვენ ვიცით ჩვენი მშობლების, ბებია-ბაბუების ცხოვრების წესი, როგორ ქალები რა როლს ასრულებდნენ, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში, კაცები რა როლს, ძირითადად სახლის პირობებში იყვნენ ქალები, შვილების აღზრდით, სამზარეულო იქნებოდა თუ ეს ყველაფერი, რითიც შემოიფარგლებოდა, მაგრამ თანამედროვე სამყარო იმდენად სწრაფად შეიცვალა ეს ინტერნეტი, უამრავი სამუშაო ადგილი, რომელიც უკვე სქესს აღარ განსაზღვრავს, ასე ვთქვათ, და აღარ საჭიროებს მაინც კაცის შართულობას გარდა რაღაც მძიმე და ესეთი საქმეებისა, ხო? ამ ყველაფერმა ფინანსურმა ქალის უზრუნველყოფამ და თავისუფლებამ უკვე გამოიწვია მათი დამოუკიდებლობაც და ქალები, ასე ვთქვათ, იმ ყველაფერზე აღარ ხუჭავენ თვალს, რაზეც ადრე ხუჭავდნენ
იყო სამწუხაროდ ძალადობის მომენტები, რაღაც არასრულფასოვანი ოჯახები, ღალატის ფაქტორი და უამრავი სხვა რაღაც. დღეს უკვე ქალები ცდილობენ კრიტერიუმებით ამ ყველაფერთან დათბუნებრივად აიწია და ყველა ცდილობს რომ კრიტერიუმებში მოათავსოს თავისი მომავალი პარტნიორი. ასევე დაიკარგა, ასე ვთქვათ, აღარ ეკიდება ხალხი იმდენად პასუხისმგებლობით ურთიერთობებს ამ ყოველდღიურობის გამო, ინტერნეტის, გასაცნობის საიტები, კლუბები, ბარები, რესტორნები იმდენად ხელმისაწვდომია და მარტივია ეს პატარ-პატარა სიამოვნებები, რომ ხალხი ამ ძირითად და მნიშვნელოვან რეალურად ფასეულ ურთიერთობებს უკვე კარგავს. მე მოდის უკვე უნდობლობა ერთმანეთში, მაინც ჩვენი ტრადიციული რაღაც ჩარჩოები გვაქვს განსაკუთრებით კაცებს, თუმცა ქალებსაც, რაშიც უკვე ჩვენი მომავალი პარტნიორები და ასე ვთქვათ, საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ვეღარ ჯდებიან და უკვე ხდება იქ უნდობლობა, რაღაც შიში მომავლის, ბავშვების გაჩენა იმდენად აღარ ხდება ხშირად და ოჯახების დანგრევის ფაქტორები ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ასე ვთქვათ, ცუდ როლს ასრულებს ამ ყველაფერზე და ამ ყველაფერს ვინც უყურებს, მე უკვე ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას თავისი თავი და ხო, ისევ და ისევ ამ ყველაფერზე ღრმა დაფიქრება, რეალურად პასუხისმგებლობით მოკიდება საკუთარ თავთან, საკუთარ ცხოვრების წესთან, რამდენად შეგიძლია შენ მეორე ადამიანთან კომფორტში და ჯანსაღად იცხოვრა, ყველაფერზე დაფიქრება. გმართებს და როდესაც ამ ყველაფერს გავიაზრებთ უკეთესად, ამას ალბათ თაობების ცვლა დრო სჭირდება, რომ ჩვენ როგორც ერი, როგორც მენტალურად შევიცვალოთ და გადავიდეთ ამ ევროპულ ფასეულობებზე, ასე ვთქვათ, რასაც ძალიან ვითვისებთ და ვიძახით, რომ ევროპის ნაწილი ვართ, როგორც გეოგრაფიულად, ასევე მენტალურად, თუმცა ასე არ არის ამ ეტაპზე სამწუხაროდ ისევ და ისევ და იმედი მაქვს, რომ დროის გასვლასთან ერთად ამ ყველაფერზე დაფიქრების და გაანალიზების შედეგად უკეთესი და უკეთესი შედეგები გვექნება, ასე ვთქვათ. ნამდვილად გეთანხმებით, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებში ზოგადად ღალატის გამო ოჯახის ნგრევის მაჩვენებელი არის ძალიან ცოტა, თუმცა იქ ცალკე სხვა გამოწვევებია, თავისუფალმა ურთიერთობებმა იქაც თავისი ნეგატიური დაღი დაასვა საზოგადოებას, იმიტომ რომ ევროპული კვლევებიდან გამომდინარე ახალ თაობაში 30 წლამდე ადამიანებში ძალიან დიდია დეპრესიის პროცენტული მაჩვენებელი, რაც ცალკე პრობლემაა, თუმცა ოჯახური ღირებულებები, რაც არ უნდა ხა ქართული რეალობისთვის ეს გასაკვირი იყოს, ბევრად უფრო მყარი და მტკიცეა, იმიტომ რომ ადამიანების აზროვნება, მათი ცხოვრების სტილი, იმდენად იცავს ოჯახურ ღირებულებებს, რომ ჩვენთან შედარებით, ალბათ ქართულ რეალობასთან შედარებაც კი არ შეიძლება. რატო ხდება ეს ყველაფერი? სად ვუშვებთ ჩვენ ქართველების შეცდომას და როგორ შეიძლება ეს პრობლემები გამოსწორდეს? ისევ და ისევ მაინც განვითარების ხარისხამდე მივდივართ თითოეული ინდივიდის, ხო? ანუ ევროპაში ხალხი მაინც უფრო დამოუკიდებელია, გადიან თავის მოწიფული ცხოვრების რაღაც დიდ ეტაპს სხვადასხვა ურთიერთობებში, რასაც მე დიდად არ მივესალმები, თუმცა ცხოვრება ასეთია, რას ვიზამთ. გადიან გააზრებულად ამ ცხოვრებას, უამრავ გაკვეთილს იღებენ და მე უკვე გააზრებულად ცოტა უფრო სასახში, 30-35 წლის ასაკში და უფრო მოგვიანებითაც უამრავი ადამიანი ქმნის ოჯახებს რა, ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე გააზრებული აქვთ ეს ყველაფერი, მათი ან ცხოვრების გაკვეთილი უფრო მეტი აქვთ ნანახი, მეტად იცნობენ საკუთარ თავსაც, პარტნიორსაც, თანაცხოვრების კულტურას, ასე ვთქვათ და ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათი მომავალი ოჯახის სტაბილურობას და სიძლიერეს. თუმცა ჩვენ მაინც ქართველებს გვიჭირს მსგავსი რაღაცეების მიღება, იმიტომ რომ მაინც ტრადიციები ძალიან ჩვენში ძალიან ღრმად არის და ამ ყველაფერს მარტივად ვერ ვიღებთ და ბევრი ამ ურთიერთობების მხრივ და პარტნიორის შერჩევის კუთხით შესაძლოა ევროპელებს და თუნდაც სხვა კულტურების წარმომადგენლებზე ბევრად უკეთესი რაღაც შტრიხებიც და კარგი რაღაცეებიც გქონდეს, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ისე და ისევ ამ ყველაფერში ხელს გვიშლის ამ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რადგანაც ეს ყველაფერი იმდენად ქაოსია და იმდენად არეულია ერთმანეთში ამ ინტერნეტის წყალობით, ყოველდღიურობით, მისვლა-მოსვლა, მოგზაურობის გაადვილებით ყველაფრით, რომ უკვე ჩვენი რაობის და რეალური მეობის აღქმა გვიჭირს, ასე ვთქვათ და ძალიან არეულია, მაგრამ ეს რა კი ახალია და უცბად, ასე ვთქვათ, ტალღასავით მოაწყდა ეს ინტერნეტი, ახალი ინფორმაციები რაღაც ჩვენს უცბად ამ ტრადიციულ და ჩაკეტილ ცნობიერებას და ხალხს ნელ-ნელა მაინც გაიფილტრება, ხალხი უფრო მეტად ისწავლის ამ ყველაფერსგან თავდაცვას, უფრო მეტად გაიგებს რა კარგია, რა ცუდია და უფრო დაბალანსდება და ასე ვთქვათ, უფრო მეტად დასტაბილურდება ეს ყველაფერი ურთიერთობების მხრივაც, ფინანსურადაც და ეს ყველაფერზე იმოქმედებს რა. ეს მაინც პირველი ტალღის ეფექტი იყო, რადგანაც ეს უცბად შერწყმა და გლობალიზაცია ამ სამყაროსი ეს იყო, ბოლო 20 წელი ხო, ასე ვთქვათ, 30 წელი ალბათ.
და დრო მაინც თავის ასაჩვენებს და აუცილებლად დიდი იმედი მაქვს რომ დასტაბილურდება. მეც იმედი მაქვს და შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი სხვა რა დაგვშენია. თქვენზე რო ვისაუბროთ ისევ ბატონო ლევან და ეს იქნება ჩემი ბოლოს წინა შეკითხვა. როგორია იმ პატარა ბიჭის გზა, რომელიც ოცნებობდა კონკრეტულ რაღაცებზე ამ ცხოვრებაში და თქვენი ცხოვრებისეული გეგმების, მიზნების და ოცნებების რამდენი პროცენტისთვის გაქვთ მიღწეული? და როგორ ფიქრობთ, რას გსურთ რომ მიაღწიოთ სამომავლოდ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ბიზნესმენი, თქვენ ხართ განათლებული ადამიანი, თქვენ ხართ ინტელექტუალი, თქვენ გაქვთ ისეთი უნარები, რაც შეიძლება გქონდეს პროფესიონალ ფსიქოლოგს, კოუჩს და ასე შემდეგ ადამიანს, რომელიც არის თვითგანვითარებაში და დღეს ეს მოცემულობა საკმაოდ აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში მოთხოვნიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ჭირდება თანადგომა, სულიერი თანადგომა, რჩევები და ასე შემდეგ და რეალურად ეს არის ადამიანის ნამდვილი დანიშნულება, ხომ? ჩვენ ვიხიდებით ერთმანეთს ადამიანები და შედარებით ვუიოლებთ ცხოვრებას ერთმანეთს. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად ხედავთ საკუთარ თავს მომდევნო 5 წლის მანძილზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს შეკითხვას, როგორი იყო იმ პატარა მეოცნებე ბიჭის გზა, რომელიც ცდილობდა მიაღწია კონკრეტული რაღაცებისთვის ამ ცხოვრებაში? კი, ხო იმ მეოცნებე პატარა ბიჭის ცხოვრება ასე ვთქვათ შეიძლება გრძელდება, ყველა ოცნებას ჯერ არ მიმიღწევია, თუმცა ბევრი რაღაცები ასე ვთქვათ ავისრულენ, თლათ ოცნება არ იყოს, უფრო მიზნებს დავარქმევდი. ბევრად უფრო დიდი ოცნებები და ასევე მიზნებიც ჯერ კიდევ წინ მაქვს და თუ რამდენი პროცენტი მაქვს მე ჩემი ასე ვთქვათ ზრახვების განხორციელებული, ეხლა თქმა გამიჭირდება ასე კონკრეტული ციფრის ალბათ, რა ვიცი შეიძლება იყოს 1/4-დან 1/3, 20-30% დაახლოებით. თუმცა ცხოვრება გრძელდება. ეხლა ზუსტად ისეთ ასაკში ვარ, როცა ყველაზე ესეთ კომფორტულად და თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს ჩემი გამოცდილებებიდან, ახალი ბიზნესიდან და ცნობიერების დონიდან გამომდინარე, შემეცნების სიყვარულიდან გამომდინარე უფრო რა. ისეთ ასაკში ვარ, რომ ვფიქრობ, რომ მომდევნო 5 წელში იქნება თუ 10 წელში თუნდაც უფრო ესეთი ძირითადი გადაწყვეტილებები იქნება მისაღები, რასაც დიდი ყურადღებით და პასუხისმგებლობით ვეკიდები და ხანდახან ეხლა ყველა შფოთავთ ასე თუ ისე თან მით უმეტეს როცა პარტნიორი უნდა შეარჩიო, იქ ოჯახი გაქვს შესაქმნელი ასე ვთქვათ და დიდი იმედი მაქვს და ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა ის არის, რომ ჯანსაღი ოჯახი შექმნა, ვიპოვო ისეთი ადამიანი, ვინც იქნება ნამდვილი დასაყრდენი, მეორე ნახევარი ეს იქნება ყველანაირად სანდო პარტნიორული ურთიერთობა თუ დიდი სიყვარული, არ აქვს ამას მნიშვნელობა და ვიყო კარგი მამა, კარგი მეუღლე, ასე ვთქვათ, ეს ყველაზე ესეთი ჩემი მიზანი და ოცნება ასე ვთქვათ. რამდენად გეგმავთ თქვენი ბიზნესის გაფართოებას და თუნდაც ექსპორტზე გასვლას, იმიტომ რომ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ გსურთ ექსპორტზე გასვლა, დიდ აქცენტს აკეთებთ ემიგრანტებზე და ჩვენ ვიცით, რომ ემიგრანტები ძირითად შემთხვევაში მაინც საქართველოსდან ურჩევნიათ კონკრეტული პროდუქციის შეძენა. ჩემი კვლევაც ასეთია და მე როგორც ბიზნეს ანალიტიკოს მივცემ თავს უფლებას, რომ ვთქვა, ქართველი ემიგრანტები ბევრ რაღაცას ყიდულობენ საქართველოში აქ, იმიტომ რომ ეს ფესვები, ეს კავშირი მათ მაინც აგრძნობინებთ ქართულ კულტურასთან, ქართულ ბიზნესთან, ახლოს ყოფნის საჭიროებას. თქვენი გადაწყვეტილებები როგორია, ბიზნეს გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი სარფიანი ბიზნეს გადაწყვეტილებაა და თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამაზე არის მოთხოვნა, დიდი მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე. ნამდვილად. კი, ხომ ემიგრანტებზე თავიდანვე დიდი აქცენტი მქონდა გაკეთებული, წინა ინტერვიუშიც ვახსენე და ეხლაც გავიმეორებ, რომ ნებისმიერ ემიგრანტს სოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია ჩვენი პროდუქტის ისარგებლოს, შეიძინოს და ჩვენ ამ გაგზავნას ძალიან მარტივად დაზღვევით და ზედმეტი რისკებისგან თავის აცილებით ყველაფრით ვახდენთ ისე, რომ მათ არაფერზე არ ექნება სანერვიულო და კი, მაინც დაგეთანხმები იმაშიც, რომ კი, ემიგრანტები მაინც ერთად საქართველოსდან ცდილობენ სხვადასხვა ნივთების შეძენას, იმიტომ რომ მაინც აქვთ კონტაქტები, ახლობლები და დატოვებული ნათესავები, ოჯახის წევრები, სადაც სანდოობა მეტია და ერთმანეთის რეკომენდაციებით და ნდობით, ასე ვთქვათ, ამ ნივთების შეძენას ახდენენ. შემდეგ გაგზავნას თუ საქართველოს ჩამოსვლის შემდეგ მიღებას, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და ხო, ძალიან აქტიურად ხდება მათი ჩართულობა, ეს უძრავ ქონებასაც ძალიან ბევრი ყიდულობს იქიდან, ოქროს მეც მქონდა უკვე რამდენიმე დაინტერესებული ადამიანი, ვისაც შევთავაზე და
ძირითადი ჩართულობა მაინც უფრო ემიგრანტებიდან მოდის და კიდევ მიუმართავ, რომ ეს გზა, რომელსაც მე ვიძახი ოქროს კუთხით, ყველაზე სანდოა და მომავალ წლების ასე ვთქვათ, მიმართულებით უფრო და უფრო საინტერესო და ისეთი იქნება. ნამდვილად. ბატონო ლევან, და ბოლოს რას ეტყოდით ჩვენს მაყურებელს და რას ეტყოდით ახალ თაობას, რომელიც თქვენ გისმენთ, გიყურებენ და თქვენგან ღებულობენ კონკრეტულ რჩევებს და გადაწყვეტილებებს? მომავალ თაობას ეხლა რაღაც ისეთ სასწაულ სიახლეს ნამდვილად ვერ ვეტყვი იმას, რომ პირველ რიგში დააფასონ გარშემო მყოფი ძვირფასი ადამიანები, ურთიერთობებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, დააფასონ თავისი საკუთარი დრო. განვითარდნენ თავის პირად, ანუ თქვათ, მეს მოусმინონ და უფრო ღრმად იაზროვნონ, სამომავლოდ იფიქრონ უფრო მეტი, შორს გაიხედონ და რაღაც მაინც და მაინც ჩვენ ქართველები უფრო ესეთი ემოციური ხალხი ვართ და ემოციების ფონზე და რაღაც ისეთ სიტუაციებში მიიღებენ რაღაც დამღუპელ და ისეთ რთულ გადაწყვეტილებებს, ეცადნენ ცოტა დაფიქრდნენ, დრო გავიდეს რაღაც და მე მიიღონ ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც მათ ცხოვრებაზე შემდეგ ძალიან აისახება და მოქმედებს, ასე ვთქვათ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა საინტერესო დიალოგისთვის. ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი იყო ბიზნესმენი და ინტელექტუალი ბატონი ლევან ფრუიძე.